შოკის მომგვრელ თემებს გესაუბრებთ მეგობრებო, მარინოს. იცი რა თემაზე ვსაუბრობ დღეს? გეორგის ხატზე? არა. აბა თუ გამოიცნო. ორგაზმზე, სექსზე და კომპლექსებზე. როგორი რეაქცია გაქვს, აბა? კარგია თუ ცუდია? არ ვიცი რა უნდა იყოს ცუდი ამაზე. აი, რა უნდა იყოს ცუდი ამაზე? შენ როგორ ფიქრობ? საჭირო ამაზე საუბარი? ხო. საჭირო. აი, საჭირო ამაზე საუბარი. ჩემი მეუღლე დამეთანხმა. კიდევ ერთხელ დამეთანხმე მარინოს? ნახოთ რას ნახოთ რას ვილაპარაკებ. აგერ მამაკაცი შემომიესდა და ერთი დაინტერესებული პირი არის. თუმცა აი ამ თემასთან დაკავშირებით მეგობრებო რა, აი დღეს გავაშხერე რა. ეხლა ნახეთ თქვენი შოკი. თქვენ შოკი ქალებო. დაწერეთ თქვენი სექსუალური გამოცდილებების შესახებ, ნუ მოგერიდებათ. და ნუ მოგერიდებათ, მართლა ნუ მოგერიდებათ ამ თემაზე საუბარი და ჩუმად საუბარი ამაზე აღარ არის საჭირო. ხმამაღლა ისაუბრეთ. მე მოგიყვებით ერთ საკითხს, როგორ იქცეოდნენ ამორძალები. თქვენ იცით ამორძალები რომ ჩამოდიოდნენ ბარში, რომელ მამაკაცას ხელს დაადებდნენ, იმას ამოირჩევდნენ, მაგარს გაჟიმავდნენ და მერე წავიდოდნენ. გააჩენდნენ შვილს, გაუჩნდებოდათ ბიჭი, გამოუგდებდნენ ამ ბარში ამ ხალხს, გააზრდებინებდნენ და მხოლოდ ქალებს იტოვებდნენ თავისთან. აი ამორძალები რატო იყვნენ ძალიან მაგრები და ყველას ეშინოდა მათი. ეხლა სანამ თქვენ ამ პოზიციაზე გცხვენიათ საუბარი რომ ვინმე მამაკაცი თქვენ თავად აირჩიოთ და ორგაზმზე საუბარი გცხვენიათ, სექსზე საუბარი გცხვენიათ და თავად ქალმა რომ შეიძლება მამაკაცი თვითონ აირჩიოს იმაზე საუბარი რომ გცხვენიათ, მანამდე იქნებით მამაკაცები ოღონდ დაფარულში რა. მამაკაცები თავის საქმეს გაკეთებინებენ, თან ქალები ხართ, თან არც ქალები არ ხართ და იქნებით ეგრე. ბარემ რახან ამორძალურ სამსახურებს საქმეებს გაკეთებინებენ მამაკაცები, ქართველი მამაკაცები, ხო? სამუშაოზე გიშვებენ და მამაკაციც თქვენ ხართ და დედაქალიც თქვენ ხართ სახლში, რატო არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ მამაკაცის საქმეს აკეთებთ, სექსსაც თქვენ ირჩევთ ვისთან გინდათ და როგორ გაგიხარდებათ ისე. აი ამ საკითხს თუ ქალი არ გაათვითცნობიერებს თავის თავში, იქნება ბანძი. მამაკაცისთვის იქნება მუშა, მამაკაციც, დედაკაციც და თანაც მრჩენელიც და მამაკაცის დამფინანსებელი მეძავებში რო წავიდეს იმის თანხის გამომგზავნელი. საზღვარგარეთიდან მიწახი რა, თორე აგერ მამაკაცი მემყავს გვერდში რა. მამაკაცი გვერდში მემყავს და არსად არ მიშვებს სამუშაოდ. თუმცა ეხლა ხო გამიშვებს სასწავლებლად გერმანიაში. აი გერმანიაში სასწავლებლად გამიშვებს. რა მაინტერესებს იცით? აი ამ ქალბატონის აზრი ნახეთ. ამ კომენტართან დაკავშირებით, თამარ, როგორ დაიწყე და 3 წერტილი როგორ მჯეროდა შენი მინდოდა მართალი ყოფილიყავი, მაგრამ ახლა რეებს წერ. ნანი მაზიაშვილი. რეებს წერ და ის რომ კაი მე დავიწყებ თქვენ რომ გათამამდეთ თქო და არ შეგწყვეთ თქო, არ შეგწყვეთ. რა მჯეროდა შენი, რა ჯეროდა შენი რომ მართალი რა მართალი არა ვარ ეხა სექსუალურობაზე რო ლაპარაკო, ბანძები. კაი მე დავიწყებ თქვენ რომ გათამამდეთ. გამოცდილება მაჩვენა რომ ორგაზმი ჩემთვის ადვილად მისაღწევია. და ამაში რა არის პრობლემა მე ვერ ხვდები რა, რეებს წერ, ანუ ამაზე საუბარი ჩვენ არ უნდა შეგვეძლოს ქალებს? ამაზე საუბარი ჩვენ ქალებს არ უნდა შეგვეძლოს თამამად? ანუ პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, ქალი როდესაც თავის სექსუალურობაში არის დაჯაბნილი, რომელიც თავის სექსუალურობაზე ხმამაღლა ვერ საუბრობს და სცხვენია, ის ქალი ვერასდროს ვერ მიაღწევს, ვერც სიმართლეს ვერ იტყვის, ვერც ერთ საზოგადოებაში. ვერც თავის ოჯახში და იქნება მხოლოდ მონად თლილი. გესმით? მონა იქნება. ის იქნება მხოლოდ მონა რა.
აი ხა თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ ჩემზე, გინდა განმიკითხეთ, გინდა რეებს წერგით, სად მიდიხარ მარინოს? ხო. და რაც გინდა ის დაწერეთ, აი ეს სულ არ მაინტერესებს რა. თუ გინდათ რომ ჩემსავით, აი ესეთი ძალიან მაგარი მამაკაცი გყავდეთ გვერდში რა, უნდა იყოთ ისეთი როგორც მე ვარ. თუ არ გინდათ, მაშინ იყავით ეგეთი ბანძი როგორიც თქვენ ხართ და გეყოლებათ ბანძი მამაკაცები გვერდში, რომლებიც გამოგიყენებენ ტრიაპკასავით, დაგარეცხინებენ ტრუსიკებს, ნასკებს, გაგიშვებენ საზღვარგარეთ სამუშაოდ, გამოგაგზავნინებენ ფულს, წავლენ მეძავებში, იტყნაურებენ ძალიან, მაგრამ დაიკმაყოფილებენ თავს და თქვენ კი იქნებით დაჯაბნილი მონები. გესმით? ნანა მაზდიაშვილის თუ ვიღაცამ რო დამიწერა აქ კომენტარი, იმისნაირ ქალებს ეუბნები ეხლა რა. თუ შენი თავის ფასი არიცი, გინდათ სექსუალურობაში, მერე რა. რატო არ უნდა ილაპარაკო სექსუალურობაზე, ქალმა შენი თავის სექსუალურობაზე რა. სულაც არ მწვენია რომ ამბობ არანაირად ის რაც დაგიწერეთ რომ ორგაზმი არის ჩემთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ეს არ არის სამარცხვინო ჩემთვის. იმიტომ რომ ძალიან ვამაყობთ მე ამ საკითხით, გესმის? უამრავი ქალი არის, რომელიც ორგაზმის გარეშე ცხოვრობს თავის ქმართან წლებით და ბოლომდე, სიკვდილის ბოლომდე და ისიც არ იცის რა არის ორგაზმი. და შენ თუ ამ საკითხზე საუბარი ხმამაღლად გწხვენია, ესე იგი ძალიან ბანძურ სიტუაციაში ხარ აღზრდილი. კომუნისტების ზეგავლენა გაქვს ისეთი რომ ვერ იხსნი ამ ჩარჩოებს და ხარ ჩარჩოებში მოქცეული მონა. მეტი არაფერი არ ხარ შენ რა. თუ გინდათ, აი პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით მაგალითი აიღეთ შემგარა. თუ გინდათ რომ იყოთ ძალიან მაგარი ქალები და გვერდში ყავდეთ მაგარი მამაკაცები, აი ესეთი მამაკაცები რომ ქალს პატივს სცემენ, მაშინ თქვენი სექსუალურობის თქვენ სექსუალურობაზე ხმამაღლა საუბარს არ უნდა შეგრცხვეთ რა. და თუ გრცხვენიათ, ხართ მონები, მეც ვეღარაფერს ვერ გეტყვით რა. და იყავით მონები, ისედაც დავაფიქსირე მე ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი მონა ცხოვრობს. მონა, რომელიც თავის ქმრის, ისა რა ქვია, თავის ქმრის მონა. სიტყვას ვერ ამბობს, ბიჭო, სიტყვა რომ მოგეცემა სულიწმინდისგან და ხმამაღლა ვერ ამბობ, იმიტომ რომ მეუღლე გაგიშვებს საგიჟეთში. აი ესეთი ქალებისა და აი ესეთი საზოგადოების გარემოცვაში ვარ და მაგარი გულისამრევია, უკვე მეზიზღება ესეთა გარემოში ცხოვრება და ამიტომაც მე გადავწყვიტე და წავიდე იქ, სადაც არ არის გულისამრევი რა. ესეთი გულისამრევ საზოგადოებაში ცხოვრება 4 წელი აგერ გელაპარაკებით და კიდე იმას მიწერთ რომ ეხთა მართლა როგორ მეგონე რომ მართალი რა ჩემი ფეხების მართალი გინდა ბიჭო თუ მართალი გინდა და რამე იმედები გინდა დაამყარ შენ თავზე დაამყარე რა ჩემზე ამყარებ წადი შენი დედაც არ ვატირე ეხა კიდე არ მაგინებინოს თავი მართლა რა ჩემზე რას ამყარებ ბიჭო იმედებს შენი თავის იმედი გქონდეს ღმერთმა გითხრა რა ეხ თამარ როგორ მეგონა რომ მართალი იქნებოდი მართალი არა მე ვარ თამარი მართა შენ იყავი თუ გინდა და მართალიც შენ იყავი თუ გინდა მე ვარ ის ვინცა ვარ გესმის და დამინახავ ესეც როგორიც ვარ დამინახავ ვერ დამინახავ და გადაგვni შენ თავში ისეთ თამარად როგორიც გინდა რომ ვიყო და არა ვარ ისეთი როგორიც გინდა რომ ვიყო ისეთი ვარ როგორიც მე ვარ და დაინახე ეს და თუ ვერ ხედავ შენი დედაც ხო რა დაამთავრე შენ თვითონ ეხლა მარინო შენ მითხარი მე რა შეგიძლია რომ მითხრა ერთი რამე ქართველი ქალების პოზიცია საქართველოში როგორია რა აი ეგ მითხარი ახლა შენ გერმანელი მამაკაცი ხარ უკვე მე რამდენი წელი აქ ცხოვრობ მე რამდენი წელი აქ ცხოვრობ და აკვირდები ქართველ ქალებს კაცებს საქმე აკეთებენ კაცის საქმებს აკეთებენ თუ აქალი ქალებს არაფერს არ აკეთებენ ხო უკვე დანგრეული ქვეყანა იქნებოდა რა და აშენებულია ეს ქვეყანა თუ რა ხდება არა თქო ისინი ესეთი ძლიერი ქალები არიან ხო აქ ხო იმიტომ ძლიერი ქალები კი არა ბანძი ქალები არიან ბიჭო რა სექსუალურობაზე საუბარი ეშინიათ და ცხვენიათ ხო ცხვენიათ მაგრამ ყველაფერს აკეთებენ მონები არიან და იმიტომ მაგას ვიძახი ბანძები არიან და მონები ხო შენ თუ გონი მონები არიან მე მგონი ძლიერები არიან იმიტომ აკეთებენ საქმეები რა საქმეებს აკეთებენ ფიქრობენ აბა რა საქმეებს აკეთებენ აბა ფიქრობენ ოჯახს და მრუშობაში ხელს უწყობენ თავის ბანძ მეუღლეებს ხო თვითონ მიდიან მონურ სამსახურს აკეთებენ და მრუშობენ იმის ქმრები ხო და თუ რამე თქვა ამ ქალმა ხმამაღლა თავში ურტყავენ დედამოწყნულები ეგენი
ეს კაცებიც მაგარი ბანძები არიან ამ ქვეყანაში და ქალებიც მაგარი ბანძები არიან რა. კაცები თუ ბანძები არიან, ხო? ქალები უნდა იყოს ბანძი. სულ ყველანი ბანძები არიან. აბსოლუტურად მე დავწმუნდი ამაში, საქართველოში მოსახლეობა გააფარჩაკეს რა. ფარჩაკები ხართ შვილო. გაგა ფარჩაკეს და გიყვართ ეგეთ მდგომარეობაში ყოფნა. ფარჩაკულ მდგომარეობაში ყოფნა გიყვართ და თუ ვინმე ხმა მოიყო, იმასაც აფარჩაკებთ და დედაც მოსწყონია ესეთ სახელმწიფოს რა. დავატირე მე ამ სახელმწიფოს შემქმნელის. მაგარია ჩემ მაგრა გაჩერე გინება. მაგრა გაჩერე გინება რა არის? დედამოწყნული ქვეყანაა, დედამოწყუნია ამ ქვეყანას სრულიად რა თუ უნდა რა, აი სუფეხზე მკიდია რა მოუვა ამ ქვეყანას. ისეთი ბანძი და ფარჩაკი ხალხია ამ ქვეყანაში რა. და წავედი ახლა და რაც გინდა ისქენთ ბიჭო, მონები იყავით თუ გინდა და გინდა იყავით თქვენი თავის უფლები. გინდა მონები იყავით. მე მაგალითად საერთოდ არ მაინტერესებს აი ამ მონურ სამყაროში ცხოვრება რა. იყავით თქვენ, კარგად იყავით. მაგ მონობაში.